Երեք ախալքալակի Զուրաբ Ժվանյայի անվան վրաց լեզվի տան անցկացվեց հանդիպում բոլոր շրջանների վրաց լեզվի տան աշխատակազմերի հետ, որտեղ քննարկվեց եւ ամփոփվեց 2014 թվականում կատարած աշխատանքի գործունեությունը։ Გასვლითი და მიზნად ისახავს ასეთი შეხვედრები იმას, რომ ორგანიზაცია, რომელიც შედგება რამოდენიმე სტრუქტურისგან, რომელიც გეოგრაფიულად ერთმანეთისგან არის დაშორებული, ამ ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანები ზარი გამოვთქვათ. ამ ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ არიან ერთი ორგანიზაციის თანამშრომლები, რომ ჰქონდეთ ინფორმაცია მათი კოლეგები რას აკეთებენ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გეოგრაფიულ მდებარეობაში, ან სხვადასხვანაირი გეოგრაფიულ მდებარეობა აქვს სკოლის სხვადასხვა სტრუქტურებს, მიუხედავად ამისა, ყველა ერთად ვაკეთებთ ვმართავთ ერთიან პროცესს. დღეს ახალქალაქში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენინგ ცენტრში გაიმართა სკოლის თანამშრომელთა გასვლითი თათბირი, რომლის მთავარი თემაც იყო 2014 წლის სამუშაოების შეჯამება და 2015 წლის გეგმების განხილვა. როგორც იცით, ჩვენთვის მთავარი პროგრამა არის და რჩება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და მიმართულია იქით, რომ საჯარო მოხელეები, თითოეული ის ადამიანი, ვინც მუშაობს საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათ შეუქმნათ შესაძლებლობა, რომ გაიარონ ყოველგვარი გადასახადების გარეშე, ყოვლად უფასოდ თავისთვის სახელმწიფო ენის კურსები, როგორც საბაზისო, ასევე შემდგომი კურსები. ჩვენ ვამატებთ კიდევ ენის კურსებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის და ამით ვეხმარებით, რომ მათ შეძლონ თავისი საქმიანობა უკეთ აღასრულონ. მაგალითად, თუ კი ადამიანი მუშაობს გამგეობაში და მუშაობს შესყიდვების საკითხზე, რა თქმა უნდა, მას უწევს და უნდა გაეცნოს საკანონმდებლო სიახლეებს, ანუ სიახლეებს შესყიდვების დარგში. ეს დოკუმენტები ყველაფერი არის ქართულ ენაზე, იმიტომ რომ კანონი იძახის, რომ საქმის წარმოება ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს სახელმწიფო ენაზე. ზუსტად ამ მიზნით, რომ ეს ადამიანები, ვინც მუშაობენ თვითმმართველობაში და სხვა საჯარო უწყებებში, ჩვენ ვასწავლით მათ სახელმწიფო ენას და შემდეგ ისინი უკვე ეცნობიან ამ საკანონმდებლო სიახლეებს. გარდა ამისა, სახელმწიფო ენის შესწავლის შემდეგ ჩვენ ვთავაზობთ საჯარო მოხელეებს, რომ გაიარონ პროფესიული გადამზადება ქუთაისის სკოლაში. კერძოდ იქ უკვე ვასწავლით როგორც საკანონმდებლო საკითხებს მათ პროფესიასთან მიმართებაში, ასევე ვასწავლით დასავლეთის ქვეყნების სხვადასხვა გამოცდილებას. საქართველოში არსებულ სხვადასხვა საუკეთესო პრაქტიკას უზიარებთ და ისინი თავის სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან უფრო მაღალი დონის ცოდნით, კომპეტენტურები და მე მოხარული ვარ, რომ ასეთი მსმენელები ჩვენ ახალქალაქიდანაც გვყავს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდანაც გვყავს და ეს ადამიანები დაბრუნების მერე გვაქვს რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც დაწინაურდნენ სამსახურებში, იმიტომ რომ მათ მეტი იცოდნენ, მეტი შეეძლოთ და მეტი სარგებელი მოჰქონდათ თავისი სამსახურებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველანაირად მთელ ჩვენ რესურსს მოვახმართ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის განვითარებას და მათი პროფესიონალიზმის გაზრდას. Հանդիպման ընթացքում յուրաքանչյուր տնօրեն եւ ներկայացուցիչ ներկայացրեցին ամբողջ տարվա կատարած աշխատանքը, ինչպես նաեւ ուսուցման վիճակն ու արկա հիմնախնդիրները. Սաստավլոկուտվիդան օրասան ուսմենելի պարտասան նակացը. Մեզ ամեն նակաչի այխա օրմոստացխրանից նեորեշիկ վելազավևրի իխո ոտմոստատ հեքսմետի და პირველზე 50 Რატო იყო ბოლონაკანზე? Აი ზამთრის პირობებია. სოფლებიდან ძირითადად არხავს არამენი ტრანსპორტირება ზამთრის პერიოდში. საერთო ჯამში 225 მსმენელს საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის გაიარა ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სწავლება. აქედან სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ჯამში 51 მსმენელმა გაიარა სწავლება. ეს სწავლება მიმდინარეობდა 4 მიმართულებით. ეგ იყო საჯარო ორგანიზაციების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა და საქმის წარმოება საჯარო სექტორში, სახელმწიფო შესყიდვები და ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი.
ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრების სკოლაში დარგობრივი კურსების გავლა ის ნიშნავს იმას ასოცირდება რომ იყოლებათ უფრო მეტად პროფესიული კადრი, გადამზადებული კადრი, რომელიც წარმატებულად შეძლებს გააგრძელოს თავის სამუშაო პროცესს თავიანთ სამსახურებში. Նինոցմինդայի զուրաբ ժվայնյայի ուսումնական կենտրոնը արդեն մի քանի տարի է, որ գործում է մեր շրջանում, որը մեծ հնարավորություն է տալիս շրջանի հասարակությանը տիրապետելու վրացերեն լեզվին։ Այսօր վրաց լեզվի տունը ունի մոտ 100 ընկերներ, հատկապես հանրային ծառայողների կողմից պետական լեզվի տիրապետելու ցանկությունը շատ մեծ է։ Եվրոկავშირის կոմիսարի շիդա բազრის საკითხებში, ანუ მინისტრი ევროკავშირის არის ასეთი ამ სკოლის კურსდამთავრებული ელიზაბეტა ბენკოვსკა. ასევე მინისტრის მოადგილეები, ელჩები, ასეთი ფართო სპექტრი აქვს ამ სკოლის საქმიანობას. Զուրաբ Ժվանյայի պետական վարչական դպրոցին Նինոցմինդայի ուսումնական կենտրոնում այս պահին սովորում է 49 պետաշխատող, որոնք աշխատում են Նինոցմինդայի մունիցիպալիտետի տարբեր պետական կառույցներում։ Այս պահին անցնում են A1, A2 և B1 մակարդակների դասընթացներ։ Ունենք 3 խումբ A1, A2 մակարդակի և 1 խումբ B մակարդակի, որոնք ավելի ուժեղացված բարձր մակարդակի վրացերեն են ուսուցանում։ Այն ցանկացողները, որոնք աշխատում են պետական կառույցներում, պետական լեզվին տիրապետելու համար կարող են յուրաքանչյուր ժամանակ գալ գրանցվել մեզ մոտ, որովհետև հունվարից 2015 թվականի հունվարից նոր դասընթացներ կսկսվեն յուրաքանչյուր ցանկացողի համար։ Կրթության գիտության նախարարության աջակցությամբ ենք իրականացնում այս ծրագիրը։ Պայմանները մեզ մոտ արդեն Նինոցմինդայի մունիցիպալիտետում տեղեկացված են, պայմանները ստեղծված են լեզուն ուսումնասիրելու համար։ Երամիսյա դասընթացները A1, A2 մակարդակներն անցնելուց հետո դա բազիսային վրացերենն է, բազիսային վրացերեն նախնական լեզվի նախնական իմացություն, դա նախնական գիտելիքներ է տալիս, որը աջակցում է յուրաքանչյուր պետական ծառայությունում աշխատող աշխատակցի իր գործավարությունը մի փոքր հեշտությամբ անցկացնելուն։ Իսկ արդեն B մակարդակի համար B մակարդակը լուրջ ուսումնասիրում է վրացերենի լուրջ ուսուցանումն է, որտեղ B մակարդակը անցկացնելուց հետո, սովորելուց հետո նա կարող է գրեթե լիարժեք իր աշխատանքային վայրում իր աշխատանքներն իրականացնել։ Վրաց լեզվի տան նպատակն է նպաստել պետական լեզվի զարգացմանը և պահպանմանը։ Մանկաբաժներն էլ իրենց պարտականությունն են համարում ցանկացողներին սովորեցնել վրաց լեզուն, որպեսզի հասարակության մեջ կարողանան իրենց ճիշտ դրսևորել։ Մոդելի არის ძალიან իմსგავსებული და საჯარო სამსახურის კორპუსის წევრობა ნიშნავს